მე დღეს დავამზადებ შემწვარ ქათამს ამიდრის სოუსში და ბოსტნეულთან ყვავილოვან კომბოსოს და სტაფილოს. ეს ყველაფერი არის ძალიან გემრიელი, ძალიან სასარგებლო და რაც მთავარია, მარტივი გასაკეთებელი და იაფი. მე ვიყიდე ერთი ქათამი, დამიჯდას რო რაღაც 7 ლარი, ჭირდება ცოტათი მარილი რომ მოვაყარო გემოვნების მიხედვით. წითელი პილპილი ოდნავ მაინც გემოვნებისთვის საჭიროა. ამ ყველაფერს მე ამოურევ კარგად. ამ ქათამში ხო ყველაფერს ხმარობ მე. ბარკალი, ფილე, ზურგი რაც იყო დარჩენილი, უკვე მოვამზადე ბულიონი. არაფერი არ უნდა გადააგდოთ. ეგ არის ყველაზე მთავარი. მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველაფერი. მაგ ორი ტაფა, როგორც ხედავთ, ერთი ტაფა არის ქათამისთვის, მეორე ტაფა არის ბოსტნეულის. მე მიყვარს ბოსტნეულობა, იმიტომ რომ ძალიან სასარგებლოა და ენერგიას მატებს. ზეთი უნდა გაცხდეს. ზეთი ცხელია თუ არა, ელემენტარული ძალიან მარტივი რჩევა. მარილი უნდა მოვაყაროთ და მარილი თუ დაიწყებს შუშხოს, ესე იგი ზეთიც უკვე ცხელია. ავიღო და ჩავალაგოთ ჩვენი ქათამი. რა კარგია რა, შემწვარი ქათამი ჩქარი მარინადით. იქნება ძალიან გემრიელი თავის ფრთებით. სანამ ჩვენი ქათამი იწვება, მე მინდა მოვამზადო პატარა სოუსი, მისაყოლებელი. ჩვენი საყვარელი თამთას გამზადებული მაიონეზისგან მაქვს აგერ ერთი კბილი ნიორი, დაჭრილი, ანუ ჩაჭყეტილი, მაქვს ჟავე კიტრი, ჟავე კიტრის ბევრი არ მინდა, მჭირდება სულაც 2 ცალი. ჟავე კიტრს ვიღებ და ვჭრით პატარა კუბებად. მე ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როდესაც ქათამს ვაყოლებ ან ბოსტნეულს ეს ჟავე კიტრის ხრაშუნი რომ აქვს, ძალიან გემრიელია, მადაც მეზდება და უფრო როგორ გითხრათ, იცი, უფრო აი არომატული ხდება რა. ჩავყვეთ ჩვენს პატარა ჯამში აქა, მაიონეზი. დაახლოებით 3 კოლზი გვეყოფა. ამ მაიონეზში გაჯდება ეს ნიორი და ჟავე კიტრი. შეგვიძლია ეს მაცივარში შევაგდოთ და დაველოდოთ, სანამ ქათამი მზად იქნება. ქათამს მივხედოთ. სუნც ამოუშვა კარგი რა გემრიელი. ჯამთელი და ნოყიერი საჭმელი გამოგვივა. სასარგებლო ბავშვებისთვის და მთელი ოჯახისთვის. ასე როგორც გითხარით, ეს არის დაახლოებით 7 ლარის ქათამი. ბოსტნეულის, ყვავილოვანი კომბოსი და სტაფილო, მწვანილიც და ნიორის. ყველაფერი არის რამდენი 9 ლარი და 50 არც კი. ჩვენი ქათამი უკვე ნახევარ შემწვარია, როგორც კი ნახევარ შეიძლება ეგრევე გადმოვდოთ თალკე თეფშზე. იგივე ცხიმში ავიღებთ ჩვენს პომიდორს. ამოურევთ კარგად. ჩავამატებთ ხავს. ამოურევთ კარგად. როგორც კი დაიწყებს შეწვას ცოტა, თუხთუხს როგორც კი დაიწყებს, მაჭარსაც დავამატებ. ასევე დავამატებ ქათმის ბულიონსაც. ქათმის ბულიონი გვინდება ჩვენ ძალიან ცოტა, გვინდა დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. ტაფა მე მზად მაქვს ბოსტნეულებისთვის. კარგად შევწვათ ესა. ყვავილოვანი კომბოსო და სტაფილო. გარდა იმისა, რომ ზეთი ჩავასხივ ბოსტნეულში, შეგვიძლია დავამატოთ ასევე კარაქიც. უფრო ნოყიერს და უფრო გემრიელ გემოს მისცემს. ცოტა ასე. რა კარგი გამოდის. ჩვენი ქათამი ჩავაბრუნოთ. აი ამ მაჭარის, ქათმის ბულიონი, ამიდრის, ბოსტნეულ ხახვის, ყველაფერში ერთად შეიწვება, ჩაიხარშება. ამას უნდა დაახლოებით 5 წუთი უნდა. კაი სუნიც დატრიალდა. მარილსაც მოვაყრით ცოტათი გემოვნების მიხედვით. პილპილიც ამოურევთ კარგად. რა კარგია რა. კეთების ძოჯეს ხო ხასიათი აი ამაღლებულად, მაგრამ მე მგონი ძალიან მოეწონებათ ჩვენს ოჯახს ეს ჩვენი რეცეპტი ქათმის და ყვავილოვანი კომბოსოს კერძის. ლამაზად დავაწყოთ თეფშზე. სუფრასთან მიტანისთვის მოვამზადოთ. კარგად ჩათუთქულია. ღვინის სუნი, ჩვენი მაჭარის სუნი დააყენა თელ სამზარეულოში. ესე იგი მე შემოვასხავ ამას, რომ ქათამს დავასხავ ზემოდან,
რომ ჩაუჩდეს კიდევ, გავაკეთეთ იაფი, გემრიელი, ჯამთელი, ოჯახური ქათამი თავის პოსტმოუთან ერთად. აი ეს სტიკერით შემოკარგებო. გარეთ რომ შეუკვეთოთ ნებისმიერ რესტორანში 25-30 ლარი მაინც დაჭდება მინიმუმ. ასე რომ მოამზადეთ სახში და უფრო გემრიელად მივეცოთ თქვენს ოჯახთან ერთად.